ვაგრძელებ ძვირფასო მეგობრებო ბრიტანელი ელიტების ისტორიის საფუძვლების შესწავლას. დღეს უკვე როგორც შეგპირდით ამ ვიდეოში ვისაუბრებთ თავისუფალი მასონების კიდევ უფრო ღრმა ასე ვთქვათ რაღაცა სარწმუნოებით საფუძვლებზე, საიდან მოდის, რა სათავეებს იღებს, რა საფუძვლები აქვს მას და ამას ძირითადად აი ამ ყველაფერს ქვია გნოსტიციზმი. ეს არის ფსევდოქრისტიანული მოძღვრება, რომელიც მეორე საუკუნის დასაწყისში რაღაცა ჩამოყალიბდა. ეს იყო არაერთი ჯგუფი, რომელსაც კავშირი არანაირი სამოციქულო ტრადიციასთან არ ჰქონია და ეკლესიასთან არ ჰქონიათ, თუმცა იყვნენ ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგალითად მარკიონი, ინგლისურად მარსიონს ეძახიან, რომელსაც რაღაც გარკვეული ტიპის ესეთი გნოსტიკური წარმოდგენები ჰქონდა და იგი დაგმობილ იქნა გნოსტიციზმთან ერთად. რა არის ეს რა წმენა? ეს არის კიდევ მეორე ფსევდოქრისტიანული რაღაცა წარმოდგენები, რომლებიც ეფუძნება ისეთ წერილებს და ნაწერებს, რომელიც სამოციქულო ტრადიციას არ ატარებს, თუმცა კი საკმაოდ მაცდურად ქვია აი ამ წერილებს, თქვათ იმის რა ქვია, მოციქულების სახელები, რაღაცა პეტრეს სახარება, იოანეს საიდუმლო მოძღვრება, ჭეშმარიტების სახარება და რაღაც ასეთი, იქ არის მარია მაგდალინელის რაღაცა სახარება და ასეთი ტიპის რაღაცები, რომლებიც კიდევ ვიმეორებ, არაფერი ამ სახელებს და გვარებს არ აქვს მოციქულებთან. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ისტორიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ არანაირი კავშირი მოციქულებთან არ აქვს, სწორედ იმიტომ ისინი ამბობენ, ისტორიკოსები ამბობენ, სწორედ იმიტომ არ აქვს, რომ ასეთი სახელები ქვიათ, იმიტომ რომ ისტორიკოსების ერთ-ერთი ესე ვთქვათ კრიტერიუმი, რითაც აუთენტურობას ადგენენ რამის, ეს უნდა იყოს შემარცხვენელის კრიტერიუმი. და როდესაც რას ნიშნავს შემარცხვენელის კრიტერიუმი? ნახეთ, ეს არის ესეთი კრიტერიუმი, როდესაც გმირი, ისტორიული გმირი არის შერცხვენილი. ეს არის კარგი ინდიკატორი იმის, რომ არანაირი საფუძველი აწმყოში ადამიანს არ აქვს, რომელსაც უნდა რომ მოიტყუოს ან განდიდებული იქნეს, რომ შეირცხვინოს თავი. აქედან გამომდინარე, როდესაც წერია მაგალითად მარკოზის სახარება და მარკოზი არ იყო მოციქული, ეს არის კარგი ინდიკატორი იმის, რომ ნამდვილად მარკოზისაა ეს სახარება. იმიტომ რომ როდესაც თუ მარკოზის არა, ამას დაერქმეოდა პეტრეს სახარება. და როდესაც ქვია პირიქით პეტრეს სახარება, ეს არის კარგი ინდიკატორი იმის, რომ ეს ცრუა. იმიტომ რომ აი ეს თქვა შემარცხვენელი ეგრეთ წოდებული სირცხვილის კრიტერიუმს აკმაყოფილებს ისტორიოგრაფიის. ისტორიოგრაფია მიუხედავად იმისა, რომ არა აქვს მაღალი სანდოობის, ზოგადად არ არის მათემატიკური სიზუსტის რა თქმა უნდა მეცნიერება, მაგრამ აქვს კრიტერიუმების მნიშვნელოვანი წყება, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია მაღალი რაციონალურობის ეპისტემურის ვთქვათ ანუ ცოდნის კონდეს სანდოობა, ხო? რატო საუბრობ ამაზე? იმიტომ რომ აი ეს გნოსტიკოსები, ძვირფასო მეგობრებო, მეორე საუკუნიდან საკმაოდ გავრცელდა გნოსტიციზმი და მას არაერთი წმინდა მამა ებრძოდა მეორე საუკუნის საკმაოდ წარმატებითაც, მაგაზე ვთქვათ არ გავანახულებ ახლა თქვენს ყურადღებას. და რა ხდება აქ? ხდება ის, მეგობრებო, რომ აი ეს ფსევდოქრისტიანული მოძღვრება, რომელსაც მიაჩნდა, რომ სამყარო შექმნა ბოროტმა ღმერთმა და ამ ბოროტ ღმერთს უწოდებდნენ ისინი ძველი აღთქმის ღმერთს, დემიურგად ცნობეს, დემიურგი უწოდეს, ესე უწოდეს მას. აი ამ მეებმა, ხო? მეებმა ძველი აღთქმის ღმერთი და ძველი აღთქმის ღმერთი მიაჩნდა მათ ეს ვთქვათ ბოროტ ღმერთად და ახალი აღთქმის კეთილ ღმერთად და ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული დუალისტური გაგება სამყაროსი, სადაც დაპირისპირებითი ეს ვთქვათ სამყარო არის რაღაცა მატერიალური სამყარო არის ბოროტი, სულიერი სამყარო კი არის კეთილი. ეს არის ძალიან ბევრი უმეტესობა სექტებისთვის დამახასიათებელი. აი უმეტესი მცდარი ფილოსოფიებისთვის დამახასიათებელი, როდესაც რაღაც ყოველთვის არის
ბრძოლა ორ რაღაც საწყის შორის და ასეთი რამე ქრისტიანობაში არ არის. მაგალითად, ქრისტიანობაში სულიც და ხორციც სიკეთეა. აი როცა ჩვენ ვთქვათ ეკლესიურად მცხოვრები ადამიანები კარგად იცის რომ ზეზიარები საკურნებლად სულისა და ხორცისა. არავინ არ ამბობს სულისა, ან არავინ არ ამბობს ხორცისა. არის დაპირისპირება. მართლმადიდებლობაში არ არსებობს და სამოციქულო ტრადიციაში არ არსებობს მატერიასა და იმას შორის ორივე სიკეთეა. არც ერთია მეტი, არც ერთია ნაკლები, იმიტომ რომ ადამიანი არის სულისა და ხორცის ვთქვათ განშემდგარი არსება და ვთქვათ ორივეს უკურნება არის საჭირო და როდესაც განკაცდა შემოქმედი მან მოახდინა სწორედ ორივესის სულისა და ხორცის განღრთობა. არ განუღრთია მხოლოდ სული, არ განუღრთია მხოლოდ ხორცი, არამედ სული და ხორცი ერთად განაღრთოდა მჯდომარეას მარჯვენით მამისა. ანუ ეს დუალისტური რაღაცა დაპირისპირებითი ფილოსოფია, თეოლოგია, იდეოლოგია ცდარია. და რატო საუბრობთ ამაზე? იმიტომ საუბრობთ, რომ თავისუფალი მასონების დამფუძნებლები ხედავდნენ თავის თავს, პირდაპირ ამბობდნენ, ხედავდნენ თავის თავს გნოსტიკოსების, ციტირებ, გნოსტიკოსების ჩირაღდნის მპყრობელებად, light bearers ასე ეძახდნენ. აი ამ თავის თავს ხოს light bearer-ი არ გეგონოთ რომ ეს არის შემთხვევით მოფიქრებული. არა, ეს არის სწორედ Lucifer. Lucifer სიტყვა, Luciferi არის სინათლის მპყრობელი. Luciferis, ანუ როგორც ასე ვთქვათ, ესეთი ჭყალებში, რა თქმა უნდა, სინათლის არა პირიქით ფსევდო სინათლის მპყრობელი. ამას გვატყობინებს აი ამ ყველაფერს აციხლა ვისაუბრეთ, მეგობრებო, ძალიან საინტერესო წიგნი, ადრეული ეკლესია, ისტორიკოს ფრენდის, რომელიც ამერიკაში გამოიცა 1966 წელს, ძალიან კარგი წიგნია და გაეცანით ზუსტად, მეგობრებო. ასევე მე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი დამახასიათებელი როგორც გნოსტიკოსებისთვის, ისე თავისუფალი მასონებისთვის იყო ეგრეთ წოდებული ცოდნის განდობის რიტუალები. ანუ გნოსტიციზმი, ეს მოდის სიტყვიდან მომდინარეობს, სიტყვიდან გნოსის, რაც არის ცოდნა და როგორც გნოსტიკოსებისთვის, თავისუფალი მასონებისთვის, თუ მათი საძმოს წევრი არ ახარ, შენ ვერ გახდები ჭყალებში აი ამ ჩირაღდნის ნათელის მფლობელი, ანუ საიდუმლო ცოდნის მპყრობელი. და აი ამ მასონებში ხო, მოსდი არსებობს სხვა დონეები განდობის ინფორმაციისა და ცოდნის, როდესაც ადიხარ ჭყალებში, ადიხარ პროგრესირებ სხვა საფეხურებზე, მით უფრო იზრდება შენი განდობილობის ხარისხი, ანუ ცოდნის ხარისხი. სწორედ ეს არის ცოდნის, ანუ გნოსისის, გნოსტიციზმის თვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი რამ. ამ ყველაფერს ახლა რაც ვისაუბრებ, გვაუწყებს არც მეტი არც ნაკლები 33 ხარისხის მასონი ალბერტ პაიკი თავის ალბათ ყველაზე ვრცელ მასონურ წიგნში Morals and Dogma, რომელიც 1871 წელს გამოიცა შოტლანდიური მასონური ლოჟის მიერ. იგივე ბატონი პაიკი გვატყობინებს, რომ რაც უფრო იზრდება ცოდნა მასონური, ვთქვათ, მით უფრო ცხადი ხდება ვინ არის ამ ჩირაღდნის, აი ამ ცოდნის ცეცხლის პატრონი და წყარო. და გაწერია რომ those who remain in the lesser degrees remain unaware that he who bears the light, that is a divine being whom they profess to seek, is in fact Lucifer, the son of morning. რას ამბობს ბატონი პაიკი? გვეუბნება, რომ ადამიანები, საძმოს წევრები, მასონური საძმოს წევრები, რომლებიც დაბალ ხარისხში იმყოფებიან, არ იციან, არ არიან განდობილნი იმის შესახებ, რომ მთავარი წყარო ან ჩვენი სინათლისა, ცოდნის სინათლისა არის ლუციფერი.
ცისკრის ძე. ხოლო კიდევ ერთი 33 ხარისხის მასონი, მენლი პოლი, ამატებს, რომ Freemasonry maintained that seething energies of Lucifer are in the hands of every Freemason who has learned the true mystery of the craft. თავისუფალი მასონებისთვის ლუციფერის ენერგიები ყოველთვის ხელმისაწვდომია, თუ ისინი ფლობენ და იციან თავისუფალი მასონების ხელოვნების საიდუმლოებები. აგერ გვატყობინებს ბატონი მენლი პოლი თავის შრომაში Lost Keys of Freemasonry, ანუ დაკარგული თავისუფალი მასონობის დაკარგული გასაღები. აი ესეთი რამეა მეგობრებო და აი ასეთი მსოფლმხედველობის იყო 19 საუკუნის ბოლოს ბატონი სესილ როუდსი, რომელმაც გადაწყვიტა, რომელსაც ჰქონდა გამოცხადება ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისა. მადლობა ყურადღებისთვის და შემდეგ შეხვედრაზე უკვე ვისაუბრებთ თუ რა იყო ერთ-ერთი კომპონენტი იმისა, თუ რატომ გავრცელდა ეს იდეოლოგია სამყაროში.